კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში შემოგერთდეთ გადაცემას სტუდიო ნომერი 8, რომელსაც პარასკევებით მე ჟურნალისტი ლიზა კვესალოვა ვუძღვები და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ეკონომიკური სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი გსტუმრობს. მოგესალმებით, ბატონ აკაკი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი ბუნებრივია უნდა დავიწყოთ იმ რეალური მოცემულობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენი ქვეყანა მიემართება უშუალოდ არჩევნებისკენ, თვითმმართველობის არჩევნებისკენ და როგორ მივდივართ აი ამ პროცესში, რამდენად ჯანსაღად, რამდენად სწორად მივდივართ და ზოგადად პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, რამდენად მძიმე არის. გამარჯობა. საფხული მიიწურა, ასე ვთქვათ, და გისურვებთ დაყოფიერ შემდგომ დასვენებამდე პერიოდს წელს და იმ დოვლათით და სიკეთით, რაც ჩვენ ყველას გვინდა. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ, რომ შესაძლებლობა მაქვს ვიყო ხოლმე თქვენ სტუდიაში და ჩემი აზრი მივაწოდო თქვენს მაყურებელს, სცენელს, ტელემაყურებელს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მინდა შესავალი იმით დავიწყო, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ გუშინდელი ჩვენი ფეხბურთის გამო და ძალიან რაღაცა ისეთი გულგატეხილი ვარ სიმართლე რომ გითხრათ. სულიადერი ალბათ. და ამ ფონზე, როდესაც არჩევნებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ამ გულგატეხილობაში ის კითხვაც კი გამიჩნდა, რომ რისთვის გვჭირდება ჩვენ ეს არჩევნები საერთოდ. თუ განათლება არ გვაქვს და განათლებაზე არ ვზრუნავთ. თუ დემოგრაფია არ გვაქვს და დემოგრაფიაზე არ ვზრუნავთ. თუ კულტურა არ გვაქვს და კულტურაზე არ ვზრუნავთ. თუ ისტორია არ გვაქვს და ისტორიაზე არ ვზრუნავთ. ანუ ამბობ იმ კონტექსტში, რომ ისტორია გვაქვს უზარმაზარი მდიდარი, არ ვიცით ამას ვამბობ, ხო? შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ერთდროულად კრებსიდი არის ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს როგორც სახელმწიფოს იდეა, ასევე თვითმმართველობის იდეა და ამაში უნდა იწორთობოდეს ის აზრები, რაც საზოგადოებას ჭირდება და ამ საჭიროებიდან გამომდინარე უნდა კეთდებოდეს საქმე და შესაბამისად ეს ჩვენამდე უნდა დადიოდეს მოსახლეობამდე და ამით უნდა ვიყოთ ჩვენ კმაყოფილები. სამწუხაროდ, რას ვხედავთ ჩვენ? ვხედავთ ისევ რაღაც გაურკვეველ, აი თითქოს რაღაც ალეგორიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ და რეალურად მიწაზე კი არ დავდივართ, რაღაც აზრებით მოძრაობთ ჰაერში, არ ვიცი. აი შევხედოთ ძალიან მარტივად, რომ არიან ერთნი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თვითმმართველობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ თუ აქ მიიღებთ მონაწილეობას, მაშინ ეს ნიშნავს რაღაცას და რაღაცას და რაღაცას. ლეგიტიმაციას. ჩვენ ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, მახსოვს და ამიტომ ლეგიტიმაციისგან ეს ყველაფერი ძალიან შორს არის, თვითმმართველობა ეს არის საჭიროება, რაც ჩვენ გვჭირდება. ამის გარეშე ვერ ვიქნებით და მეორეც თუნდაც პარლამენტში ყოფნა ადამიანების და ის შეცდომა, რაც დაუშვა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, თუ ლიდერებმა, თუ ოპოზიციებმა, რომელთა გამო დღეს უდანაშაულო ბიჭები არიან და რეალურად გამოაშკარავდა ხო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, როგორი კვალიფიკაციის მასუნაც არ უნდა მოხდეს იმ დანაშაულზე, რომელიც მათ ბრალად წარედგინათ, ფაქტია, რომ თელმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ დაინახა, რომ თურმე ის, რაშიც მათ სახელმწიფო ედავებოდა, იმაში ისინი ბრალეულები არ არიან. ეხლა თუ სხვა რამე გადაცდომა აქვთ, ეს ისევ სახელმწიფოს ბრალია, რომ არასწორი მიდგომები ქონდა და იმ დანაშაულისთვის ადამიანებს საერთოდ არც იჭერენ. ეს ბიჭები აგერ ციხეში არიან უკვე თითქმის 1 წელია და 1 წელი კიდევ და ზოგს უცოტა მეტი უწევთ იქ ყოფნა. ეხლა აი აქეთ მოვდივარ, იმიტომ დავიწყე, რომ აი ეს გაურკვევლობა, იმიტომ რომ ის ადამიანები ხომ ეწირებიან იმ იდეას, რომ რაღაც ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდარიყო. რეალურად რა მოხდა, რომ რეალურად არის პოლიტიკური პროცესი. მე ესე მიმაჩნია და ესე ვუყურებ. ამ პოლიტიკურ პროცესში მოგწონს თუ არ მოწონს, შენ როდესაც ხარ პოლიტიკოსი, უნდა მონაწილეობა, უნდა მიიღო მონაწილეობა. პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა გულისხმობს თვითმმართველობასაც, პარლამენტსაც და კიდევ სხვა იმ, ასე ვთქვათ, ორგანოებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, გამგზავრება, მივლინება და ასე შემდეგ, რაც ეხლა არავის არ აქვს დღეს, არც ერთ ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ფლანგს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან რაიმე გააჟღეროს, ხალხისთვის ასიკეთო და გული მაინც დაუამოს და არც იმის ფუფუნება არ აქვს, რომ სადმე გაემგზავრონ მივლინებაში და რაღაც რეალური, ასე ვთქვათ,
სახელმწიფოს შესახებ საკითხებზე იმსჯელონ ასამბლეები იქნება ეს თუ სხვა კონფერენციები თუ რეალ ანუ ის რომ ეს ადამიანები ჩვენ გვატყუებენ ისევ საზოგადოებას მე აი ძალიან გულდაწყვეტილი ვარ როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრაქტიკულად ხარი აუბეს ყოფილ ნაცებს თუ როგორც ქვიათ არ ვიცი ეს გარამია და ჩავხსნიო სიებსო რაღაც ისეთი ვაშკაცური აღკინები თქვა მაშინ როდესაც არანაირი კავშირი ამ ურთიერთობებთან არ ქონდა და ამათაც ესე იგი რაღაც ზვაკაცური თუ რაღაც ადამიანური სოლიდარობა გამოუცხადეს მაშინ როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იყო საუბარი აი ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო და სიმართლე გითხრათ ეხლა მე არ ძმაკაცი ვარ არც მეგობარი ვარ ვთქვათ ჯაფარიძის და ხაზარაძის მაგრამ აი გულში ეს ყოველთვის ღიად მექნება და ვერ ვაპატიებ აი ამ დამოკიდებულებას იმიტომ რომ როგორი ცუდი განწყობაც არ უნდა ქონოდა საზოგადოებას იგივე ბანკირებზე ამბობენ რაღაც ხო უამრავ რაღაცას ჯერ ერთი საციხოთ ნებისმიერი ადამიანი განწირვა მისი ძალიან ცუდია და არასდროს არ ვარ ციხის ასე ვთქვათ მომხრე დასჯის მეთოდებიც არსებობენ ისეთი რომელიც არ არის აუცილებელი სამყურებლებში ყოფნის იზოლირების იგნორირების ნუ ასე შემ ბევრი არის სხვადასხვა მეთოდია აქედან გამომდინარე ჩემთვის აი ძალიან გულდასაწყვეტი არის ეს ფაქტორი როდესაც აი ქოცების და ნაცების დაპირისპირებაში ასე ხორცის საკებ მანკანაში გაატარეს მთელი საქართველო გაცრეს რა შუაში ვიყავი მე რომელსაც არც ზედამთვარე ამომდის ერთზე არც ზედამთვარე ამომდის მეორეზე მე ჩემი საქართველო მინდა და ჩემი წილი საქართველო მინდა რომ დავინახო იმ პროცესებში იქნება ეს ევროპული მიმართულება იქნება ნატოს მიმართულება თუ ამ შემდეგ მინდა რომ ეს ღია და ჯანსაღი დებატებით იყოს და პრაქტიკულად მკვდარია ქვეყანა საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ამის გამო ადამიანები რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ იმიტომ რომ ეს ფლანგი საერთოდ შევსებული არ არის იჭერენ ბიჭებს რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან აი რა შუაში არიან ის ბიჭები რომლებსაც აბრალებდნენ ჯგუფურ ძალადობას აღმოჩნდა რომ საერთოდ თურმე ეს მუხლი მათთვის მისასადაგებელი არ არის და იმიტომ რომ ციხიდან არ გაუშვან იმიტომ გადაუკვალიფიცირეს სხვა რომ არ გამოჩნდა აი ხო სირცხვილში ვცხოვრობთ რა აი ასე მოვედით დღეს პრეზიდენტმა კიდევ გადადგა ეს ნაბიჯი ნუ ჩვენ ყველამ ვიცით ახლა რომ სად პრეზიდენტი და სად ყაველაშვილი ეს ვთქვათ ერთმანეთთან კოლერაციაში არანაირად არ არის, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის უბედურება არის, როდესაც განათლების გარეშე აქედან დავიწყეთ ახლა ხო გადაცემა, რომ განათლების გარეშე გვაქვს საერთოდ მართლობა და ვინ გუმართავს თუ ღმერთის ანაბარავად მიტოვებულები ვერ გავიგეთ და აი ამ პირობებში ესე იგი გამოდიხარ და შეწყალებაზე იმ ადამიანებს საერთოდ არ უთქვამთ უარი უთხრეს, აი წარმოიდგინე რა მოხდა. Am ადამიანებმა ჯაფარიძემ და ხაზარაძემ უარი თქვეს, უთხრეს რომ ჩვენ არ გვინდაო შეწყალებაო, არ მოგმართავთო, თავი გაგვანებიო და ადგა ეს მიხეილ რა ქვია, ყაվել ხო და გაუკეთა ანუ განცხა, ანუ ადამიანს უთქვა არ მინდაო რომ შესთავაზეს, ხო? და ამ დროს იმ განცხადებაში ვინც წაიკითხა ალბათ ნახავთ მარტივად რომ იქ წერია რომ ესენიო საპყრობილეშიო, ესენიო საპატიმროშიო, ესენი დამნაშავეებიო, ესენი ესე იგი მისჯილები, ანუ ესეთი ტერმინებით არის, ანუ დამნაშავეები არიანო და გამოვიდა რომ ესე იგი ეგრეთ წოდებულმა ხო ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა დაუშვა ის რომ დამნაშავეებს ეუბნება რომ ეხლა თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა აი სად ვართ რა ხო საერთოდ აი ბატონო გაკითი ახლა აი ამაზე მინდა გკითხოთ უფრო სიღრმისეულად არის თუ არა ეს არჩევნების თემით ვაჭრობა ეს ერთი და გარდა ამისა კიდევ ჩვენ ვიცით რომ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც არიან საპრობილეში ხო და აბსოლუტურად ერთი და იგივე მდგომარეობაში იყვნენ ხაზარაძეც და ჯაფარიძეც და ის ადამიანებიც ვინც დარჩნენ ხო
ესენი პრეზიდენტის არგუმენტით, ანუ გათავისუფლდნენ, იმიტომ რომ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ანუ როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს ტოვებთ იქ, იმიტომ რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ამათ ვუშვებთ, იმათ ვტოვებთ, რასთანა გვაქვს საქმე ეს შერჩევით სამართალთან. ეს მინდოდა მეთქვა, რომ დღეს ეს მომძლავრდა ეს აზრი, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე როდესაც გამოუშვეს, აი კოლაბორაცია და აი ქართულ ოცნებასთან ანუ არიან უყურეთ რა გააკეთეს. ნაცებმა ხელი შეუწყეს იმას ქართული ოცნების ხელდასმით, რომ აბსოლუტურად არანაირი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში არ ყოფილიყო. ამას აყვნენ ეს ადამიანები სამწუხაროდ, იმიტომ რომ პოლიტიკური გამოცდილება ამ ადამიანებს არ ქონდათ. ესაა ჩვენი გულის ტკივილი. ეხლა ის რომ ბანკი გააქვს, ბიზნესი გააქვს, რაღაც ფულს შოულობდა, რაღაც ესე თქვათ დიდ ურთიერთობებში ხარ, ეს არ ნიშნავს რომ პოლიტიკური კაპიტალი გაქვს. ესენი პოლიტიკური კაპიტალით იყვნენ პრაქტიკულად ნოლი, ხო, ახლა პოლიტიკურ პროცესებში ეს ბიზნესები შეიძლება რაღაც ხელდასმებს და რაღაცებს ახორციელებდნენ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში, ანუ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი არასდროს არ ყოფილონ. ისინი ყოველთვის იყვნენ განყენებულად ბანკირი, ბიზნესმენი. ანუ პოლიტიკური გამოცდილება არ ქონდა და იმ ნაძირალას, ვისაც ქონდა ეს პოლიტიკური გამოცდილება, იმან შემოუგდო ეს ასე ვთქვათ ანკესი, ამათ უარი თქვეს პარლამენტში ყოფნაზე ასე შემდეგ, ანუ ტრიბუნაზე ბრძოლის ხერხზე შესაძლებლო, აი აფხაზეთში როგორ გაგვანეიტრალა ჩვენ მაგალითად იმ პერიოდში სამხედრო რაღაც იმ ძალამ, ხო, ჩამოგვართვეს იარაღი და ამის მერე დაიპყრეს სოხუმი. მანამდე ჩვენ სოხუმი გვეკავა, ხო? ანუ ეს ეხა ისეთი გადახვევა არის, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითია ეხა ამ შემთხვევაში და აქაც რა ხდება, ჩვენ ხედავთ კოცებს, ჩვენ ხედავთ ნაცებს, რომლებიც ერთი მეორეს ესე ვთქვათ აცხოვრებენ ასულდგმელობენ არაჩვეულებრივი რაღაც ისა აქვთ რა ვიცი და ამ დროს ის ადამიანები ვისაც რეალურად არც იქეთ აქვს არც აქეთ ეხა ჩვენ აი ჩვენი განხილვით პრაქტიკულად მივედით იქამდე რომ დავაბრალეთ რომ შევიდნენ კოლაბორაციაში ესე აქამდე ხო ამბობდა ქართული ოცნება რომ ესენი ნაცები არიან დადგენილება მიიღეს გუშინ წინ სადაც წერია რომ გახარია ლელო და კიდევ ვიღაცა არიან ისინი რა ქვია ნაცებია დადგენილებაში დაწერეს და ეხლა თვითონ მიიღეს გადაწყვეტა ესე იგი ნაცებს ესენი ხო ამბობენ ნაცები უნდა დავამთავროთო და ეხლა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ნაცებმა მიიღონ მონაწილეობა აი გუშინ წინდელი აწიეთ წულუკიანის მიერ შეთავაზებული დასკვნაზე პაპუაშვილის ხელმოწერილი დადგენილება რომელსაც აწერია რომ ეს სამი ადამიანი არის ნაცი, მათი განაყოფით რაღაც ისე ტერმინები აქვს ნახმარი და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სასაცილო მე ირონიით მე ბოდიშს ვიხდი, ირონიით მეღიმება, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად ამბობენ რომ არიან ნაცებიო, ამ დროს ესენი ამბობენ ჩვენო ნაცები უნდა დავამთავროთო, ხო? ისი და პრეზიდენტ წოდებული გამოდის და ამბობს რომ თქვენო კრიმინალები ხართო, მაგრამ მიიღეთ, ანუ ნაცებს მიცა საშუალება რომ მიიღონ მონაწილე. აი ნახეთ რა სადგოა, სად ვართ, ამიტომ რა შეიძლება შევაფასოთ რა? დაქცეულები ვართ. ძალიან რთულ მდგომარეობაში. დაქცეულები ვართ, სად ვართ არ ვიცით. ამ პირობებში შეიძლებოდა პარლამენტის მანდატზე კი არა თვითონ ტრიბუნაზე უარის თქმა რომ ბრძოლის შესაძლებლობა ყოფილიყო ეს პარლამენტარები იქ ციხეებში ამ ბიჭებს მოინახულებდნენ იქ ხო თავისებური რაღაც გარკვეული პარლამენტის სტატუსები არსებობს პარლამენტის რომელიც საქმეს გაგაკეთებინებდა დოკუმენტებს შეიტანდა გამოიტანდა წერს ანუ რამდენ რამეს გააკეთებდი ხო ამით და აღმოჩნდა რომ ჩვენ ესე იგი ვინ ვართ საერთოდ არაფერი მთავარია ნაცი მთავარია კოცი დღეს მონათლეს ესენი კოცები ისა ნაცებად და ეხლა თელი საზოგადოება ნაცების ამბობენ რომ აჰაო დაინახეთო რომ კოლაბორაციაში არიანო და ამავდროულად ეს კოცები ამბობენ რომ ჩვენ ნაცები უნდა დავამთავროთო და ესენი ნაცები არიან და მიიღონ მონაწილე აი სად ვართ აი რა ლოგიკას შეიძლება წარმოუდგენელი ლოგიკაა და ასევე ერთი არ კიდე წარმოუდგენელი ლოგიკა როგორ შეიძლება 13 წლიანი მმართველობის შემდეგ იმ პოლიტიკური პარტიის რომელიც 13 წელია უკვე ხელისუფლებაშია რეიტინგი კი არ ეცემოდეს პირიქით უფრო და უფრო მაღლა მიდიოდეს ანუ ზოგადად სტატისტიკურად თუ შევხედავთ ყველა ხელისუფლებებს ალბათ ხო წლებთან ერთად რაღაცნაირად რეიტინგი ხო მცირდება ზოგადი პრაქტიკა ეგეთია ალბათ ხო იცვლება ზოგადად ხელისუფლება 3-4 მმართველობის შემდეგ არ ვიცი წარმოუდგენელია დღეს რა პროპაგანდაც მიმდინარეობს ალბათ ხო მმართველი პარტიის მხრიდან რომ ისინი არიან ალტერნატივები მათ აქვთ ყველაზე მაღალი რეიტინგული მაჩვენებლები და სამწუხაროდ
რასაც ვუყურებთ ახლა ჩვენ, ასევე არის პროპაგანდა იმის, რომ ჩვენ ვართ მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსის 5-ელში, მსოფლიო განვითარებული ქვეყნების 50-ელში. არ ვიცი, აი საოცარი სტატიები არ წამიკითხავს ამ ბოლო პერიოდში, თორე ალბათ მე მგონი მაგასაც როგორც თქვენ ეკონომიკური სამართლის მცოდნე, ექსპერტი, ანალიტიკოსი, საინტერესოა მართლაც აი რა ეკონომიკური ასეთი პროგრესი გვაქვს ქვეყანაში, რომ ჩვენ აი ასეთი რეიტინგების სათავეებში მოვიქეცით. ეს არის რეალობა თუ ეს არის მითი და პროპაგანდა? აი უყურეთ კიდევ ერთხელ სხვა ეკონომიკა სხვადასხვა წყარო ავსებს, ხო? ჯერ ერთი საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყანაში არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ამ მომრჩეველთა დიდი ნაწილი არის უცხოეთში და იქაც არ ეძლებათ საშუალება, რომ მიიღონ. თუმცა ამ მომრჩეველზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ის შრომის უნარიანი ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით საქართველოში აგზავნიან გარკვეულ თანხებს. აი იცით თქვენ რომ ეხა USAID-ის დაფინანსებები სხვადასხვა შეწყვეტილია, ერთის მხრივ ადამიანები თითქოს უმუშევრები არიან, თითქოს რა უმუშევრები არიან, ანუ იმ სხვადასხვა რეფორმების თუ თქვათ პოლიტიკების გამო რაც უცხოეთიდან მოდიოდა, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოში ის ძირითადი მასა, რომელიც ერთგვარ სოციალურ კეთილშობილ ფენას წარმოადგენს, ქალბატონები, ბატონები იმყოფებიან უცხოეთში, იქ შრომობენ და იქედან აგზავნიან სარჩოს, ანუ ქვეყანაში რომ არ იმუშაო, ასე ცუდად შევხედოთ, გარკვეული შემოსავალი მაინც არის. ამას ახლა მიუმატოთ ის, რომ ჩვენ ეხა ღმერთმა მოგცა ეს სიკეთეები, რაც თვითონ ქვეყანა, რეგიონი როგორც ვართ და ჯერჯერობით მიუხედავად დიდი მცდელობებისა, იქ ზანგეზურზეა საუბარი სხვა ტვირთების გადაზიდვაზე, ანუ ფოთი მუშაობს. შესაბამისად ბათუმი მუშაობს. სარკინიგზო გადაზიდვები ამ შემთხვევაში სანავთობო მუშაობს. თავად ნავთობსადენი, ანუ ჩვენ აქედან ყველაფერი გვაქცილეს, ჩვენი ტრანზიტული. ანუ ეს არის ჩვენი მდგრადი ანუ ყოველთვის რო გვაქვს ის ფული, ხო? ანუ ერთის მხრივ ის უზარმაზარი შემოდინება და თანხებისა რაც უცხოეთიდან შემოდის, მეორე ეს მდგრადი რაც გვაქვს, პლუს გვაქვს ელექტროენერგეტიკაში ასევე მდგრადობა, იმიტომ რომ ენგური მუშაობს, სხვა ენერგოს ეს ობიექტები მუშაობენ. და ერთგვარი, ასე ვთქვათ, იმპორტის და ექსპორტის ბალანსები გაგვაჩნია, როცა გვჭირდება ვყიდულობთ, როცა არ გვჭირდება ვყიდით და ანუ ამ ურთიერთობებშიც ვართ ენერგეტიკაში, რა თქმა უნდა, იმიტომ გვინდა უფრო მეტი, რომ უფრო მეტი გავყიდოთ, იმიტომ რომ რეგიონში მოთხოვნა ელექტროენერგეტიკაზე არის. შესაბამისად, აი ეს გვაქვს. თუ არა და ჩავსხდეთ მე და თქვენ გავაკეთოთ გასვლითი გადაცემა ჩემი სიტყვების მეტად დამაჯერებლობისათვის და შორს არ გვინდა. აი გავიდეთ კასპიის რაიონში, არ გვინდა რომ თქვათ შორს გავიდეთ თქვათ დედაქალაქიდან, ავიდეთ თქვათ აი აქეთ წალკის მიმართულებით გავიაროთ და მე მიგიყვანთ თქვენ აი უბრალოდ ნახავთ სოფლები, ახლა ცენტრალური ქუჩის არ ვამბობ, ხო, აი სოფლებში, აი როგორ არის საზოგადოება, როგორ ცხოვრობენ, სად არიან, რა პირობებში არიან, რა აწუხებთ, პენსია გაეზარდათ, ხელფასი გაეზარდათ, სამუშაო პირობები გაეზარდათ, რამე ლოჯისტიკური ხაზი აიღო, რომელიც თავის პროდუქციას თქვათ უზრუნველყოფს იგივე მუნიციპალიტეტი და გაიტანს თქვათ შორს რომ არ წავიდეთ. მე შემომაქვს თქვენ გადაცემაში ხა წინადადება, რომ დედაქალაქში, ქალაქ თბილისის მეტრო სადგური ვარკეთილი გამოვაცხადოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ესე იგი გონებ 7 წელია თუ 10 წელია რემონტის ქვეშ არის, ხო ეს მეტროსადგური და არ დასრულდა. ამიტომ ალბათ რადგან ამხელა საოცრება არის რომ ვერ კეთდება ეს რემონტი კულტურული მეტროგურამიშვილზე თუ ყოფილიყართ. აი ხო გეუბნებით, აი ხო დედაქალაქიდან გასვლაც კი არ გვჭირდება რომ დავინახოთ ის უბედურება სად ვართ. და გული მაქვს გატეხილი მტკივა ეს ყველაფერი არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა, მინდა რომ აქ ვიყო, მინდა რომ აქ დაიხარჯოს ჩვენი რესურსი, შრომა, სიკეთე, აქ მივიღოთ, მიწა გვაქვს, წყალი გვაქვს, ჰაერი გვაქვს, ტყე გვაქვს, რა ვიცი, აი რესურსი, შემოდგომა, ეხლა უნდა რაღაც დაწაფულები ვიყოთ, აბა სად როგორი შემოსავალი იქნება, სტატისტიკას ვადგენდეთ, ზამთრის ხორაკს როგორ ვაგროვებთ, რას, ანუ რა ბეღელი გვაქვს, რომელსაც ბეღელი აღარა გვაქვს, საერთოდ რაზე ვსაუბრობ.
ვისაუბრობ, ხო? ამიტომ ძალიან გული მტკივა აი ამ შეკითხვებს რომ ისვამთ ემოციაში ვარ და ძალიან გთხოვთ რაღაც სხვა შეკითხვები დადეს. სამწუხაროდ შემდეგი შეკითხვაც ასეთი ტიპის იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ აი წინასაარჩევნო პერიოდში ვართ, თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, მე მესმის რომ იქ გარკვეული პოლიტიკური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს, ხო? 3 თუ 4 პოლიტიკური პარტია იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. რას უნდა პირდებოდნენ ეს ადამიანები ამ უმრჩეველს, იმიტომ რომ ჩვენ არც მათი პროგრამები გვესმის, სამწუხაროდ აი ასეთი საარჩევნო კამპანია გვაქვს, ბოლო რამდენიმე წელია ხო, ალბათ ბოლო არჩევნებს თუ გადავხედეთ, მხოლოდ მართველი პარტიის ბანერი თუ შეგხვდება სადმე ქალაქში და ვიცით რომ ქართულ ოცნებას წარმოადგენს და არა რაიმე კონკრეტული მოლოდინი ამ ადამიანის მიმართ, კონკრეტული გეგმა, ხედვა ამ ადამიანების მიმართ რა შეიძლება გააკეთონ, რა შეიძლება პრობლემები არსებობდეს და აი ამ პრობლემებზე იმუშაონ, აი ამ და შემდეგ ჩვენ თუნდაც ამ მომშობლო მოვთხოვოთ ამ ადამიანებს, როდესაც უკვე ავირჩევთ რომ აი ჩვენ რომ აი ეს კონკრეტული პრობლემა გქონდა და ეს თქვენ გქონდათ პროგრამაში სრულდება თუ რა ეტაპზე. აი ეს პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია, ხო? საერთოდ პოლიტიკური წინა კამპანიაც აღარ გაგვაჩნია და ასეთი ტიპის არჩევნებს თუ აქვს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგადად როცა ვიცით რომ ეს ქართული ოცნება, ეს ნაციონალური მოძრაობა. განსაზღვრება არსებობს სოციოლოგიაში, რომ გველეშაპს აქვს ისეთი თვისება, რომ ის ბოლოს თავის ჭამს. ეხლა ნახოთ ის მოვლენები, რაც ვითარდება, ანუ თავის დროზე ხო არ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, ავიც სკამის გამო, ოჯახის გამო, ფუფუნების გამო, რომ დროულად გავცნობიერდეთ რაში არის საქმე, როგორ არის და ამის გამო, ასე თქვა, თავშეკავებულობა გვაქვს და ვრჩებით რაღაც პოლიტიკურ სკამებზე, ხო, სამწუხარო ჭყალებში. და დავაკვირდეთ მოვლენებს. აი ეს ადამიანები, ვინც თავის დროზე რაღაც ხმა არ მოიღო, რაღაც არ გააკეთა, ან დადგა რაღაც ძალადობის თუ ასე შემდეგ ურთიერთობების ნაწილად, თითო-თითოდ ესე ან აგდებენ, ან იჭერენ, ან რა ვიცი, ეკონომიკის რო აცხადებენ რაღაც მილიარდებით ნახები ნაშოვნი, ეხლა ეს ფული უნდა დააბრუნოს და ასე შემდეგ და აი მინისტრები იქნებიან, მოადგილეები, ხელმძღვანელები თუ ასე შემდეგ, აი დააკვირდით, რომ პერიოდულად გავა 2 წელი ვიღაცას ერთს მოკიდებენ, ხელს დაიჭერენ. იმ პერიოდში თითქოს რაღაცა ისარგებლა, იმიტომ საზოგადოება ამაზე საუბრობდა. იქ მერე მოვიდა ახალი უფროსი, ის ძველები თუ იმეს რამე დამსახურება და ესენი ყველა ხაზი გადაუსვა და იქ რა თქმა უნდა პრეტენზიები და აი გველეშაპის პრინციპით ესე ნელ-ნელა მიმდინარეობს ერთმანეთის გარდა იმისა რომ ოპოზიციას თუ ასე ვთქვათ ჯანსაღ აზრს თუ ასე შემდეგ ანადგურებ ხო პლუს თავის წინააღმდეგაც დგამენ ისინი ნაბიჯებს და უბრალოდ ეხლა გასაგებია რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი ესე არ იქნება და ანუ ვერ აეწყობა სახელმწიფო ამ ტიპის ნაბიჯებით უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის დროს კარგავთ ძალიან დიდ დროს კარგავთ დრო არის ჩვენი ის რესურსი რომლის დროსაც ჩვენ შენებლობით უნდა ვიყოთ დაკავებულები აი რაღაც დამცინავი არის ეს ვარკეთილის მეტრო და იგივე გურამიშვილზე თქვენ რო საუბრობთ და საერთოდ ადამიანების მიმართ მიდგომაზე ის მაგალითად რომ რეგიონებში წყალი ისევ გრაფიკით არის და მეც მომიწია ასეთ რამდენიმე სოფელში არა მხოლოდ გრაფიკით არის მე მიგიყვანთ გაჩვენებთ რომ გაზგაყვანილობა არ არის ბოლომდე შესაძლებლობა აი ვიღაცას უნდა რომ ახალგაზრდა ოჯახია და დასახლდეს ხო ახლა მაინც ძველ სახლში რა უნდა დაიწყოს ცხოვრება ხო რომ ახალი აიშენოს იქ ელექტროენერგია მისაყვანი, გაზი არის გასაყვანი, კანალიზაცია, საერთოდ საკანალიზაციო სისტემა სოფელში არა გვაქვს, ხო? დაბაში არა გვაქვს, სოფელს თავი გავანო, ბაკურიანი ავიღოთ. ყველაზე აი რო უნდა ბრწყინაოდ ესე, ბათუმი ავიღოთ. ბათუმშიც კი ზევიდან ეღურებათ, ხო? თოვლის დროს რა მდგომარეობა შეიქმნა, რა იყო ეს ორდღიანი თოვლის მასა მოვიდა, ორი დღის გამო ორი თვე გაჩერდა ქალაქი. აი თუ გახსოვთ ამ ადამიანებს როცა იკითხები ხოლმე ზოგადად ჩემი პროფესიული ჩვევიდან გამომდინარე ვკითხე რომ თუ მიმართეთ მეთქი ვინმეს თქო ან გამგებელს მეთქი ან ვიღაცას ვისაც ეხება ესეთი არაჩვეულებრივი გამგებელი ყავსო უბრალოდ ამ პრობლემას ვერ აგვარესო წყლის პრობლემაზე მითხრეს და ნუ რა ვიცი მთელი 2 დღე წყალი არ ყოფილა მოვიდა და ბოთლებით ავავსეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხა თქვენ თუ ადგილობრივ გინდა რომ რამე მოაგვაროთ კანონმდებლობა ისი არის აწყობილი მორგებული აი სიცით
მოწყობას რო ამბობთ სამშენებლო კოდექსზე და შემდეგ რომ ის ბევრი საკითხები რეგიონის დონეზე არ წყდება უმაღლესი ხელისუფალის დონეზე, უმაღლესი ხელისუფალი პარლამენტი არ აკვავს, განსჯის ადგილი არ აქვს, კანონების მიღება რო ხდება, იქ როდესაც არავინ არ ზის ოპონენტი ოპოზიციიდან, იქნებ წერტილმძიმე ეშლება იმ თავარს და იმას მაინც რო ჩაუკორექტიროს და ის მაინც ანუ ამ ტიპის შეწუხებაც არ არის პარლამენტში, იმიტომ წყდება გული რომ არ შეიძლებოდა პოლიტიკურ პროცესში, როდესაც ბრძოლის ველზე თუ ხარ გავანებოთ პოლიტიკას და შეიძლება რომ რაიმე იარაღზე უარი თქვა და არ გამოიყენო? ანუ ტაქტიკა არაფერს უბრალოდ უარი თქვა და გაიქცე ბრძოლის ველიდან, შეიძლება ესეთი რაღაცა? ეს ხო პოლიტიკური პროცესია. გასაგებია რომ ისინი ძლავრობენ და დღეს იმიტომ ძლავრობენ რომ ჩვენ ყველამ ერთად არც იქ გვარამიას აყოლილებს თუ რაღაცნაირად უარი ვთქვით ამ მონაწილეობაზე იმაში, რაცშიც ჩვენ შეგვეძლო, რომ რეალურად ხა წარმოვიდგინოთ 57% პარლამენტში ოპოზიცია რომ ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ეს კოცებიდან ნაცები მართლა ერთად არიან და დარჩებოდა იქ გახარია და ლელო ხო? მეტი არავინ არ შევიდა ვერ გაიმარჯვა ხო ბარიერით. შესაბამისად ეს დარჩებოდა ალბათ მარტო და რეალურად დავინახავდით და არ უნდათ ეთყობა ეს რომ დაგვენახა და აქეთ აბრალეს, აი დადგენილებაში გუშინ წინ მიიღეს რომ ესენი ნაცები არიანო და ეხლა ეს პრეზიდენტი უნდა რომ მიიღე იქ მონაწილეობა რა. ნაციონალური მოძრაობა უნდა გააქრონ, აკრძალონ და ასე შემდეგ. ძალიან არათანმიმდევრულია ეს ნაბიჯები რომელიც იდგმება. აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ, როდესაც მთელი არ ვიცი ჩვენი ქვეყანა რჩება ყველა მოკავშირის გარეშე, რაღაცნაირად დაესეთი ტენდენცია, იმიტომ თუ კი ჩვენი ხელისუფლება გვეუბნებოდა იანვარში, მაგალითად რომ აი ტრამპი მოვა და ჩვენ ძალიან დიდი იმედები გვაქვს ყველაფერს შეცვლის ჩვენს ხედვებთან ახლოს არის, ძალიან კონსერვატია. დღეს ხა გუში ვუსმენდი კახაკალაძეს და ის ამბობდა რომ აი ვაკვირდებითო რა, ეხა ტრამპის საქციელებს და კახაკალაძე რომ არ ვიცი. აი ესეთი პატარა ქვეყნის მერი რომ ამბობ რომ ვაკვირდებით ტრამპის საქციელებსა და გადავწყვიტავთო არის თუ არა გლობალური ორი ომის პარტიის წარმომადგენელიო და გარდა ამისა კიდე რა ვიცი პაპუაშვილმა თქვა რომ ევროკავშირი ჟონავსო იმ დოკუმენტთან დაკავშირებით რომელიც 31 აგვისტოს გააგზავნეს ევროკავშირში და ზოგადად ეხა რა დონეზე არის დაყვანილი ევროკავშირის გაწევრიანების საკითხი იმაზე რომ ერთქესიანთა ქორწინება თურმე უნდა დაკანონდეს მაშინ საქართველოში ჩვენ კი თან ვიცით ბატონო აკაკი რომ 27 წევრი ქვეყნიდან 16-ს აქვს მხოლოდ და მხოლოდ დაკანონებული და დანარჩენს არანაირი პრეტენზია არ აქვს რომ თქვათ ან ხვალ ანზე ვიღაცა თავს მოახვევს ხო ამას აი რა დონეზე დავიყვანეთ აი ეს ყველაფერი იცით რა არის არსებობს უყურეთ აი ეს არის ყველაფერი იმისთვის გაკეთებული რომ საზოგადოების აქცენტი გადატანილი იქნეს რეალური პრობლემებიდან სხვა რა ის ქალი და კაცი და რა ის ვის დაგაქორწილებს და არ გინდა და აი მე მიყვარს სიმართლე გითხრა ეკლესიის იმიტომ რომ აი რაღაც ცალკეულად სხვადასხვა მოძღვარი გამოვახოლმე და რაღაც ისეთ კარგ განმარტებას გააკეთებს, მაგრამ ისე ეულად რჩება ხოლმე მე ეს და იკარგება იმ დიდ სხვა ინფორმაციებში, რაც საზოგადოებას აქვს. რა მოდით შევხედოთ რა არის მრევლი საზოგადოებაში, როგორია რამხელაა და თქვათ აღსარებას ჩამბარებელი ადამიანი და რამდენი არის და თუ გადავთვლით ამ რაოდენობას და თუ შევხედავთ როგორი ჩვენ ერთიანობაში შეიძლება ტაძარში არ დავდევთ, მაგრამ მართლმადებლური სულისკვეთება, ძალა და გონება როგორი გვაქვს თუ ამას ნახავთ, ხო? და სტატისტიკურ ციფრებში მაინც შევხედავთ, აღმოაჩენთ რომ რომელ ქალზე, რომელ კაცზე, ვიზზე, მოდი რა განათლებაზე, რა დაგაქორწილებს, ჯერ გაიზარდე რა იქამდე რა. არ არის ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ხო? განათლება წიგნი არ გვაქვს იმისა, რომ რას უწავ, აი აფხაზეთის პრობლემატიკაზე თავიდან დავიწყე, ხო, რომ ვახსენე და მათ ჩვენეთ სასკოლო განათლებაში აფხაზეთი რა სტატუსით არის შესული და რას 2008 წლის ომი რა სტატუსი ეხლა რაღაც გადაჭხრიკებს ის როგორც ვიადი გამსახურდიას ხელისუფლებას რა უქენით და რა მოხდა და რისი ნაშთზე ვცხოვრობ დღეს პარლამენტი რატოა უმაღლესი საბჭოები რატო არსებობენ უზენაესი საბჭოს სტატუსი რა იყო და დღეს რო ეს არ არის კონსტიტუციური მოწყობა რო გვაქვს და მთელს ტერიტორიაზე რო ეს აღიარებული ვართ გაეროში და ეხლა რო ვამბობთ რომ რაღაც ესე ვთქვათ ბორძიკობთ ამ აი ეს ყველაფერი სად არის ამაზე რო არ ვიმსჯელოთ აქეთკენ რო არ ქონდეს გონება მიმართული ეხლა ვართ ესე იგი კაცთან ექნება ცხოვრება ქალს ქალთან თუ რა მოუნდება არა არ
დაუშვებო ირაკლი კობახიძე მამასო რომ მირმე საჯარო რეესტრში მივიდეს აი მოთხოვნა. აი უყურეთ ის იმაზე კი არ გამახვილდა. ძალიან კომიკური გადაცემა გამოგვივიდა. საჯარო რეესტრში უყურეთ საჯარო რეესტრის დანიშნულება თურმე ყოფილა რომ კაცი კაცად არ აღრიცხოს როგორ ქალი კაცად არ აღრიცხოს და კაცი ქალად ხო რაღაცა აი ეს ყოფილა თურმე ანუ თუ არ მივალ საჯარო რეესტრში მაპატიეთ და სხვაგან ვიზა მამას ყველაფერს იქ ესე იგი შეიძლება და საჯარო რეესტრში არ შეიძლება? აი მარტივი კითხვა. ნახოთ როგორ იქნება მოვლენების განვითარება და რა მდგომარეობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. კივა ჩემი ქვეყანა ჩემი. მე მიხარია რომ მაინც გიმილიანად ჩაიარა ამ გადაცემა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი პასუხობდა ჩემ კითხვებს. ხაზზე კი გველოდება გიორგი ფოფხაძე ჟურნალისტი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, გესმით თუ არა ჩემი ხმა? მოგესალმებით, ძალიან კარგად მესმის თქვენი ყვავილა. პირველ რიგში გადაწყვეტილებაზე უნდა კითხოთ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე, როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან, იმიტომ რომ მათთვისაც მოულოდნელი იყო, არსებობს ოპოზიციაში უკვე განწყობა იმის თაობაზე, რომ შეიძლება ეს პოლიტიკური პარტია ქართულ ოცნებასთან იყოს დაკავშირებული და თავად ისინი ამბობენ, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას და მოკლედ ოპოზიციის განხეთქილებისთვის იქნა ეს ყველაფერი გაკეთებული. რას ფიქრობთ თქვენ ამ გადაწყვეტილებაზე? კი ბატონო, მე ვეთანხმები იმას, რომ ოპოზიციის განხეთქილებისთვის არის მიღებული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ვინმე შეწყალება გადაწყვიტა რა ქვია პრეზიდენტმა, ქართული ოცნების პრეზიდენტმა, ეს უნდა გავრცელებულიყო ყველაზე, იმიტომ რომ დანარჩენებიც იქ ოქრუაშვილიც, ნიკა გვარამიას, გივი თარგამაძეც, ჯაფარაც, ყველანი ზიან ერთი და იგივე, მე რა ქვია, ბრალდებით და ერთი და იგივე ესე ბჭყალებში რო ვთქვა დანაშაულისთვის, ხო? არ გამოცხადება იყო მათი იმაში რა ქვია. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა და არ საგამოძიებო ხო, ჯერ საერთოდ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლისთვის პატიმრობა ეს საერთოდ სოფლიოს იმაში რა ქვია პრაქტიკაში მე ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. კარგი გვაქვს ესეთი კაზუსი და ჩასვეს ყველანი, მაგრამ ჯაფარიძეს და ამას რა ქვია ხაზარაძეს როცა იწყალებენ, რა დააშავა მაგალითად ნიკა გვარამიამ, რა დააშავა გივი თარგამაძემ, რა დააშავა ირაკლი ოქრუაშვილმა, რა დააშავა ზურაბ ჯაფარიძემ, რატო არ არიან ეს ადამიანები შეწყალებულები, ხო? იგივე ეს იყო ქმედება იყო ჩადენილი, ხო? ამიტომ ეს არის ზუსტად ესე ვთქვათ ოცნების პოლიტტექნოლოგების კარგად გათვლილი ესა რა ქვია გაანგარიშებული აქტი და აქცია, რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ გახდნენ ქართული ოპოზიციის განხეთქილების ვაშლები, ხო? ანუ ფაქტიურად ახლა ეს იყო ამისი მიზეზი, ამისი ანი და ხო, ეს ერთი მეორეც ახლა როდესაც არ ვიცი სოფლიოში არ არსებობს არანაირი პრეცედენტი იმისა, რომ შეწყალება ხდება თხოვნის გარეშე, ხო? ნუ ამერიკაში გვაქვს მიმართვის გარეშე, კი ბატონო. მიმართვის გარეშე, ეს რა ქვია, შეწყალების დღე თუ რა ქვია, მას დეკემბერში, ჯერ ინდაურს იწყალებს პრეზიდენტი და მერე εμას რა ქვია ხალხს, ხო? ეს ნუ გვაქვს ესეთი პრეცედენტი, მაგრამ არა რომის სტატუტის მქონე იმაში რა ქვია, იურისპრუდენციაში და მით უმეტეს ქართული იურისპრუდენციაში. ჩვენ ესეთი რაღაცა არა გვაქვს რაღაცა თითიდან გამოწოვეს და გააკეთეს. იმიტომ რომ რეაქციები ნახე ლიზა დაიწყო ფაქტიურად უკვე ამ ადამიანების გამარგინალება, ანუ იმ ადამიანების გამარგინალება და იმ პარტიების გამარგინალება დაიწყო, რომლებმაც არჩევნებში გადაწყვიტეს მონაწილეობის მიღება, ხო? ნუ კარგი, ჩვენ დემოკრატიის ემაში ვართ, რა ქვია, ასე თუ ისე ჯერ კიდევ დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ და ყველას აქვს ესა რა ქვია, თავი უფლება ვინმე ვიღაცა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვიღაცა ბოიკოტი გამოუცხადოს, აქ ორიაზე არ არსებობს, ნუ ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ესე ხდება. კარგი, ამაზე შევთანხმდით, მაგრამ ეს გათვლილი იყო ზუსტად ამ საკითხზე, რომ მამა პაპურად ქართულ ოცნებას არჩევნებამდე ქონებოდა ეს რა ქვია, სეირის ყურების მოლოდინი, როგორ ებრძვის ესე ვთქვათ ოპოზიცია ერთმანეთს, ხო?
აი გადახედე რა ქვია სოციალურ მედიას უკვე დაიწყო რაც დაიწყო. კი, ანუ ძალიან რთულია მამომრჩეველმა ახლა დასკვნები გააკეთოს ან შეფასებები ანუ რომელიმე მხარეს მიემხროს და რომელიმე სიმართლე დაიჯეროს, იმიტომ რომ ერთი მხარე ამბობს რომ ისინი არიან ქართული ოცნების სატელიტი პარტია და ერთად მოქმედებენ და მეორე მხარე უკვე ამბობს რომ ჩვენ ქართველებს გვიყვარს იარლიკების განსაკუთრებით ოპოზიციას გვიყვარს იარლიკების მიკერება და უკვე მიაკერეს ბადრეს და ემას აქვია მამუკაზე იარლიკები და აქვთ რომ ისინი არიან ქართული ოცნების სატელიტები და ხა ეს რომ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება არ არის და მის მიერ მას ხა დილით გაიღვიძა ყაველაშვილმა და ეს გადაწყვეტილება მიიღო ეს რაღაცა ეს რა ქვია ირაციონალურ განტოლებას ყავს და ეს საიდანაც ქარი უბერავს და საიდანაც მოდის იმათ რომ სწორად გათვალეს ანუ იმის მაგივრად რომ ამ პარტიებმა თქვათ ხა იგივე რომ ერთიანემით გადიან ხო ერთი ფაქტიურად ერთი ბლოკით გადიან გახარიას პარტია და ლელო და ჩათვალე რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია ფაქტიურად ამ ქმედებით ჩააგდეს. ახლა ამბობენ რომ დააზიანეს ყოველ შემთხვევაში. კი, სერიოზულად დააზიანეს, ყოველ შემთხვევაში არასაკმაოდ სერიოზულად დააზიანეს და კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო ქართული ოცნებიდან ეს რა. იყო იმაზე საუბარი სოციალურ ქსელში, ზუსტად ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ რომ მათ უარი ეთქვათ ამ შეწყალებაზე. არა გვაქვს ამის მექანიზმი რომ უარი ვთქვა იმაში რა ქვია, შემიწყალა და უარი ვთქვა და დავრჩეთ ციხეში. თუმცა აი ძალიან საინტერესოა ბატონ გიორგი, ამის უფლება არ აქვს მაგალითად ამ პოლიტიკურ პარტიას ლელოს, თუმცა აქვს უფლება, როგორც მოუწოდებენ მაგალითად ოპოზიციური პარტიები, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას და რაღაცნაირად შენარჩუნებული აქვთ ის თავდაპირველი აზრი, რომ ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ ამ პროცესს, მოუწოდებენ მოკლედ ლელოს და ეუბნებიან რომ არჩევნებში მონაწილეობაზე თქვას უარი. აი ამ გადაწყვეტილებაში სწორი რომელი გგონიათ უფრო ვინაიდან უკვე არ ვიცი ლიზა მე ხა არს მამუკასთან და ხა მეგობრულად თავად ამბობენ რომ აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას როგორც დატოვეს საფრთხილი ეს განაცხადი. მე რომ ვიყო ხა უყურე მე რომ ვიყო ამ პარტიის ლიდერ პარტიის თავმჯდომარე რომელმაც გადაწყვიტა რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მობილიზებული აქვს უკვე ეს რა ქვია რესურსი მობილიზებული აქვს ყველაფერი და რაღაცას აკეთებს და რაღაცა ეს არის პოლიტიკური სახეებიც კი უკვე განაწილებულია ვისად როგორ ხო ძალიან ძნელი ახლა ადგე და ესე თითის გადკაცუნებით ადგე და უარი თქვა ამ ყველაფერზე მივიღებდი მაგრამ ჩათვალე რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა არის ამ პარტიების მისამართ განსაკუთრებით ლელოზე თორე ხა გახარიას ნაკლებად თუმცა მაინც გახარია ლელოზე არის აქ საუბარი რა ამ ორ პარტიაზე არის საუბარი განსაკუთრებული ზიზღი როგორც ხედავ ხა ამაცი აქ εμას აქვია ქართულ ოცნებას იმიტომ რომ რა და ფაქტიურად იმ ოპოზიციას შეაჭმევინებს ამ ორ პარტიას ფაქტიურად ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ მომენტისათვის თავად წინასაარჩევნო ვითარებაზე გარემოზე აი ამ არაკონკურენტუნარიან მოცემულობაზე თუნდაც ის რომ ჩვენ არ გვესმის ამომრჩევლების მისამართით არც პროგრამების ვთქვათ რაღაცა აი ესეთი კონკურენცია რომ ამას უკეთესი პროგრამა აქვს ამას მე მესმის რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია უკვე ეს დამკვიდრდა და ზოგადად საქართველოში ეს ქართული ოცნებაა ეს ნაციონალური მოძრაობა ეს უნდა მოვხაზოთ მაგრამ ხომ უნდა გავიზარდოთ როგორც საზოგადოება როგორც პოლიტიკური პროცესი ხომ უნდა გაიზარდოს და ადამიანები გადაწყვეტილებას იღებდნენ პერსონალურად იმ ადამიანების მიმართ რომლებიც თვითმმართველ ორგანოებს ჩაიბარებენ მაგალითად და რა მაგალითად გეგმა ექნება სოფელში რეგიონში წყლის პრობლემა იქნება იქ რა ვიცი გაზის არ ვიცი ასეთი მოკლედ მიდგომით უნდა ვიყოთ ჩვენ ამომრჩევლები მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ამას ხედავთ თუ არა იმიტომ რომ ქალაქში ახლა თქვენ თბილისში არ ხართ მე ვხედავ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის თუნდაც ბანერებს ქართული ოცნების ბანერებს ხედავ ძირითადად და თუნდაც სტუმრებს და სატელევიზიო ეთერებშიც კი არ ჩანან ის ადამიანები ისე ხშირად რომ ვთქვათ დაბალანსებული იყოს
მე გადავხედე ამ საარჩევნო კანონმდებლობას და ძალიან ცუდი რაღაცა აღმოვაჩინე და გუშინ სხვათა შორის მე და გიორგი ლომიევ საუბრობდით ამ საკითხზე, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები არიან არათანაბარ პოზიციაში და პირობებში და მდგომარეობაში. ეს არის უკვე გაყალბება ეს რა. თუ ჩვენ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევნებზე გვაქვს საუბარი და პრეტენზია, მაშინ ასეთი რამე არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ პარტიას, რომელსაც 3% არ აქვს, ესა რა ქვია, გადალახული საპარლამენტო არჩევნებში და მაშინ უფლებას არ აძლევ, რომ ტელევიზიებით ისარგებლოს უფასო რეკლამით, უკვე არათანაბარ პირობებში აყენებ εμას, რა ქვია, ამ პარტიას, ხო? და პატრიოტ ალიანსზე საუბარი კონკრეტულად, აი ეს факტი არის პოლიტიკური პარტია. ეს პატრიოტ ალიანსისთვის ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა გახარია და ლელო. ეხლა მე შეიძლება ეხლა ლელო ფინანსურად ძლიერი პარტია არის, მაგრამ ეხლა სოციალურ ქსელებში ხედავ ხოლმე რამოდენიმე გახარიას პარტიის დეპუტატის კანდიდატსაც ვიცნობ და ისინი მართლა ენთუზიაზმით და ყოველგვარი ფინანსების გარეშე მაშვებია, რა ქვია, აწარმოებენ. შენ რომ გინდოდეს ვინმესთან მიტანა ემეს, რა ქვია, შენი ხმის ვერ მიიტან, იმიტომ რომ აი პატრიოტ ალიანსი ავიღოთ, ხო, თუნდაც ტელეკომპანია ობიექტივით მას არ აქვს უფლება, რომ საკუთარ რეკლამა გაუკეთოს იმ ტელევიზიაში გააკეთოს რეკლამა, რომლის მეპატრონეც არის პატრიოტ ალიანსის დამფუძნებელი, ხო, წარმოუდგენელი რაღაცა ხდება, ხო, აი ესეთი რამე მართლა აი სოფლიოს ისტორიაში მადუროს არ გაუკეთებია ვენესუელაში ესეთი რაღაცა, კაცო, რა სისულელებს, რას ჩირთი ბირთობენ, რას მოედებიან, რას აკეთებენ, აი წარმოუდგენ. ამიტომ ძალიან ძნელია იმის მაგივრად, რომ ხა ემა რა ქვია, უყურე, ამათმა შემოაგდეს თემა, რომ ბადრი და მამუკა ემას რა ქვია, გამოუშვეს, ატყდა ამაზე ესა რა ქვია, მთელი ამბავი. ეხლა შე რაც არ უნდა ელაპარაკო ემას რა ქვია, თელავის რაიონში, ემაში რა ქვია. ამომრჩევოს, კი ბატონო. ყვარელის რაიონში ან გურჯაანის რაიონში ყველაზე მივაღმილ სოფელში გლეხს შენ პროგრამაზე იმისთვის ძალიან ძნელია ახლა აუხსნა ხო იმას უკვე რაღაცა თვითონ ოპოზიციურ განწყობებში არასწორი ეს არის ახლა შენ ამბობდი რომ ვერც ტელევიზიებში ვერ ვნახევ ტოქ-შოუებში და იმას რა თქმა უნდა ვერ ნახავ როდესაც აკრძალულია ეს ყველაფერი კი აი მაგალითად პატრიოტ ალიანსის ლიდერები მე არ მინახავს რომელიმე ტელევიზიამ თუ მიიწვია ჩვენ როდესაც ვეპატიჟებით ხოლმე სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად მაგალითად მართველი პარტიიდან ძალიან იშვიათად რომ ვინმე გადადგას ეს ნაბიჯი და მოვიდეს თიძე ჩამოსათვალა და ალბათ ადამიანები და აი ასეთ მდგომარეობაში ვართ რომ აი საუბარი არ მიმდინარეობს ალბათ არსად აი ეს ჯანსაღი დისკუსია არსად არ მიმდინარეობს საერთოდ ქართული ოცნება ტელევიზიებსაც გაებუტა და ხალხსაც გაებუტა გაბუტული არის და რაღაცას აი ბატონ გიორგი ცოტა დრო გრჩება და ამიტომ აი გაებუტაო რომ ამბობთ მინდა გკითხოთ ევროკავშირში დედლაინის მიხედვით გადაგზავნილ დოკუმენტზე რომელიც ქართულმა ოცნებამ გადააგზავნა 31 აგვისტოს მიცემული ვადის თანახმად ხომ და შემდეგ ეს დოკუმენტი გასაჯაროვდა რადიო თავისუფლების მხრიდან გეცოდინებათ და შემდეგ ნუ მოვუსმინეთ ჩვენ ქართული ოცნების ლიდერების ამ შეფასებებს და პაპუაშვილმა თქვა რომ ევროკავშირიც კი ჟონავსო და რაღაცნაირად მთელი ხუმრობა იყო ამის შემდეგ ევროკავშირი ჟონავს რაღაც აი არ ვიცი წარმოუდგენელი დამოკიდებულება დააყვანილი არის ევროკავშირში გაწევრიანება ერთსქესიანი ადამიანების ქორწილამდე და ჩვენ ვიცით რომ 27 წევრიდან 16 აქ მხოლოდ ეს დაკანონებული ხო და ამას არავინ არ გვახვევს თავს მაგრამ რეალურად რა მცდელობასთან აქვს საქმე რის დონეზე დაგუყავს ვიზა ლიბერალიზაციის თემა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი შეიძლება ხელიდან გაგვეცალოს ხო კი ბატონო ძალიან ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვდგევართ და თან ძალიან წარევ ვდგევართ ამ საფრთხის და მე ახლა კიდეც დავწერე სოციალურ ქსელში რომ ქართული ოპოზიცია წოდავს იმაში რომ არავინ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებთან არ მუშაობს იმაზე რომ ქართულ ხალხს ანუ საქართველოს მოსახლეობას ეს ევროკავშირში უბიზოდ მიმოსვლა არ შეუჩერონ ძალიან სამწუხაროა მე ერთადერთი ახლა პატრიოტ ალიანსის წარმომადგენლები და მათი მიმართ
მართვები მინახავს ემაში, რა ქვია, ევროკავშირში და გახარია რა ქვია, ასე ვთქვათ, მცდელობა რომ დაერწმუნებინა ესენი, დანარჩენი სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ ვნახე, ხა რაც არ უნდა დაიბრალონ ტყუილ კი, მათ გაცხადებული აქვთ პირიქით ეუნებიან არწმუნებენ ევროპარლამენტარებს, რომ იქნებ დროზე ადრე და იქნებ დროულად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლა. თვითონაც ამბობენ ამას, ბატონ გიორგი. კი, ძალიან ცუდია. საქართველოს მოსახლეობას ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება, იმიტომ რომ ასე თუ ისე ევროპა ჩვენ გვინდა თუ ახლა რაც არ უნდა ამათი პროპაგანდა იყოს იმაზე აწყობილი, რომ ევროკავშირი არის ხიხია და რაღაცა ბუა და ვავა, ხო, მაგრამ რა ქვია პრემიერ-მინისტრმა რომ შეგვპირდა რომ არიქა არავინ არ გადაკეთდებაო საჯარო ემაში რეესტრშიო აწიო ვეღარავინ ხალი იქნება ხალი და კაცი იქნება კაცი. ხო, აქამდე თორე ხო რას ლაპარაკობ, რიგი იდგა საჯარო რეესტრთან რომ ეს რა ქვია ლამარა გადაკეთებულიყო ჯუმბერით და ჯუმბერის უნდა და ეს რა ქვია თამილად გადაკეთება, რას ლაპარაკობ, რიგში უნდა ჩამდგარიყავი რამოდენიმე დღის განმავლობაში რომ ეს მოგეხერხებია, რაღაცა ემაზე მივიდნენ უკვე აბსურდამდე. ევროკავშირი შეგთხოვს სხვა რაღაცას, ადამიანის უფლებების და დაცვას ხობს, შენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევნები არ გააყალბო, ამას გეუბნება ეს რა ქვია და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ტელევიზიებს დაფინანსებას ნუ შეუწყვეთ, ხო? ეხლა გვინდა არ გვინდა გულზე ხელი დავიდო ძალიან ბევრი ესა რა ქვია ჟურნალისტებს პროექტები ჰქონდათ ტელევიზიებში ევროკავშირიდან ევროპიდან აკეთებდნენ რაღაცა გობას რა ქვია წვალობდნენ აკეთებდნენ გადაცემას 2 კაპიკს იღებდნენ იმაში რა ქვია ევროკავშირიდან და ჩვენთვის კარგი იყო ეს კარგი აჩვენებდნენ ის ჟურნალისტები ევროკავშირში როგორ არის საპენსიო ესა რა ქვია სისტემა მოწყობილი როგორ არის ესა რა ქვია სოციალური დაცვის სისტემა მოწყობილი როგორ არის ჯანდაცვის სისტემა მოწყობილი და ამომრჩეველს და მაყურებელს და საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა რომ ენახა ეს ყველაფერი როგორ არის და შეედარებინა იმასთან რასაც ესენი აკეთება ხო და რასაც ესენი ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა და ძალიან ცუდი პრეცედენტი მე მეორეს ხალხმა აი უყურე რას უწყვეტენ იცი ლიზა აი მე ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ ჩემი შვილების მეგობრებს რაღაცა ჩემ მეგობრებს ჩამოვიდა ის სამი თვე წაიმუშავა იმაში რა ქვია ევროპაში რაღაცა 2 კაპიკი გააკეთა დაბრუნდა საქართველოში იმ ოჯახს მოახმარა დაისვენა ის სამი თვე საქართველოში ისევ ჩამოვიდა ისევ იმუშავა და ისევ წავიდა სხვათა შორის ყველა ცდილობდა და დღემდე ყველა ცდილობს რომ დარღვევა არ ქონოდა არ გადაცილებულიყო იმ ვიზა იმაზე რომ შემდეგი შემოსვლა ქონებოდა ძალიან თავისუფლად და ძალიან კარგად აი ამას ემოშებით რას უშვებით ამდენ ამას რა ქვია პალიატიურ ავადმყოფს რომელიც გამორბის საფრანგეთში და გერმანიაში და უფასო მკურნალობას ემოშებიან ღებულობენ ხო ბავშვებს ლეიკემიით ახლა ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკებში ხარ რამოდენიმეჯერ მე დამირეკეს როგორც თარჯიმანი ჩამხდებს თხოვეს რომ ეს რა ქვია რომ მეთარგმნა ამისთვის პაციენტებისთვის 4-5 წლის ბავშვებზე აქვს საუბარი რომლებსაც საქართველოში მკურნალობა ჩაუტარეს საერთოდ სხვა მიმართულებით რას მელაპარაკები და საფრანგეთში გადაარჩინეს ამ ბავშვების სიცოცხლე და ამ ბავშვების ცხოვრება. აი ამას ემოშებიან, რა ქვია, იმის გულისთვის, რომ რაღაცა თავისი ხუშტურები ემასთან, რა ქვია, გადაგვეყოლონ ტელესაკრებულო. რომ ერთი ნაბიჯი ვთქვათ უკან არ გადადგან და რაღაც გამოწოვილი კომპრომისი არ არის. კიდია ემას, რა ქვია, ევროკავშირს იქ გეუბნება საქართველოს მოქალაქეების უფლება დაიცავიოთ, რომ შე კაცად გადაკეთებით თუ ქალად იქნები, არც საფრანგეთში არ არის ესა, რა ქვია, არ არის დაშვებული, არ მოგცემენ პასპორტს. ფრანგულ პასპორტს შე რო ხარ ლიზა და ხვალ მოინდომო ან მე რო ვარ გიორგი და ხვალ მოვინდომო ესა რა ქვია გავხდე ჟუჟუნა არ მომცემენ წარმოუდგენელია არ არის ეს კიდე უფრო წარმოუდგენელია აი ამ პროპაგანდაზე აი ამით აგება აი ამ ყველაფრის და რაღაც თავის მართლება აი ამ რეჟიმში არ ვიცი რა ტიპის საზოგადოება შეიძლება აი ამ ყველაფრით გამოყვებო და მოატყუო თუმცა ხელის გულზეა სიმართლე და ხედავთ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდებით ძალიან მალე თუ აი ამ ყველაფერს ვერ გავაცნობიერებთ და ამ ყველაფრის უკან არა მხოლოდ ვთქვათ რაღაცა პატარა ჯგუფები არიან მე მესმის რომ ვიღაც ვთქვათ სამკურნალოდ მიც არიან იმიგრანტები ათასობით რომლებსაც საბანკო პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ბინებს ყიდულობენ აქ და შემდეგ იმისთვის მუშაობენ რომ 2-3 წელიწადში ჩამოვიდნენ ეს ადამიანები წარმოგიდგენიათ ალბათ როდესაც საქართველოში იძულებულები გახდებიან რომ დაბრუნდნენ ან წლობით უნდა
გადარჩენ იქ და ის ოჯახის წევრები ვერ ნახონ, რომლითაც სარგებლობენ, რომლითაც იკომპენსირებენ იმ ყველაფერს, რასაც განიცდიან, ხო, ალბათ ემიგრაციაში ცხოვრებით, პასუხობთ იმას, რომ იცით რა, ისინი ემიგრაციაში რო არიან, ჩამოვიდნენ აქეთ, კაცო და ეს კაია და არაჩვეულებრივია. ხო, შენ ხო ის დაახვედრე, რა ქვია, აყვავებული ეკონომიკა და სამუშაო პირობები. ხო, აი რას ვთავაზობთ, ამაზე არ არის გათვლა და საუბარი. მადლობა ბატონ გიორგი, ამოგვეწურა დრო და იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი ძალიან ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას დააზარალებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი ფოფხაძე პასუხობდა ჩემს კითხვებს, გადაცემისთვის განკუთვნილი დრო მოიწურა. მადლობთ რომ გვიყურებდით და იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის.